საქართველოში მუნის შემთხვევები მატულობს. დაავადების გავრცელების გამო ქვეყნის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყდა. მუნი დაფიქსირდა კახეთშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით იგი სწრაფად გადამდებია. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ გამონაყარისა და ძლიერი ქავილის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართონ. თვის განმავლობაში ვღებულობთ მონაცემებს დაავადებების შესახებ და მუნი არის ზუსტად ის დაავადება, რომლის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვღებულობთ თვის ბოლოს. არის ჩვენთანაც შემთხვევები, რომლებიც ხათოს საგანგაშო არ არის, თუმცა მაინც არის რომ საყურადღებო რომ გამოჩნდა ჩვენთანაც მუნის შემთხვევები. თუმცა არ არის მიმდინარე, მაგრამ განსაკუთრებით ორგანიზებულ ბავშვთა დაწესებულებებში და საერთოდ ორგანიზებულ დაწესებულებებში ეს არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება და აქედან გამომდინარე უნდა დაიცვან ჰიგიენური და აუცილებლად ჰიგიენური ნორმები პირველ რიგში თავისთვის და ასევე აუცილებლად უნდა დაიცვან რაღაც გარკვეული დისტანცია ერთმანეთთან ურთიერთობისას. მედიკოსის ჩართულობა აუცილებელია იმისათვის, რა თქმა უნდა, რომ დაისვას დიაგნოზი და ჩატარდეს მკურნალობა.